დღეს დიდი დღეა. ჩვენს თვალწინ გაცოცხლდება უძველესი ქართული თამაშობები. ისეთი რაინდული ასპარეზობა, როგორიც არის ისინდი. ასევე თითქმის დაიწყებას მიცემული ცხენბურთი. დღეს ჩვენ ვიხილავთ ასევე საუკეთესო დოქს. ჩვენ ვართ აბაშაში, სამეგრელოში, სადაც საცხენოსნო სპორტის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულია. თუმცა აქ თავი მოიყარეს მხედრებმა მთელი საქართველოდან. მას ასე ვაცოცხლებთ ტრადიციულ ქართულ თამაშობას. ქართული ტრადიციული თამაშობები. ცხენბურთი. ფილმში გამოყენებულია კრისტოფერო დე კასტელის მე-17 საუკუნის ჩანახატები საქართველოს შესახებ და მიხაი ზიჩის ილუსტრაციები. დოღი წმინდა სისხლის ინგლისური ცხენებისათვის 1300 მეტრიანი დისტანცია. დოღში უმნიშვნელოვანესია გამოცდილი მხედარი კარგად იცნობდეს ცხენს. იცოდეს მისი შესაძლებლობები და სწორად გადაანაწილოს ცხენის ენერგია მთელ სარბენ მანძილზე. საუკეთესო ცხენის გამარჯვების შანსი მთლიანად მხედარზეა დამოკიდებული. ცხენი კრუტოი, ვარდენკი კაჩეიშვილი, სანდრედია. მიულოცოთ. მართლაც შთამბეჭდავი იყო დოღი და იწყება ახლა მეორე სანახაობა. ეს არის ისინდი, მოწინააღმდეგები ერთმანეთს ებრძვიან უკვე შუბებით. ეს არის შუა საუკუნეების რაინდული ასპარეზობა და გამახსენდა აქ თამარ მეფის გათხოვების ეპიზოდი, როდესაც თამარის სათხოველად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრინცები და აი ასე ასპარეზობდნენ თავის მოსაწონებლად. მოდი ვნახოთ ახლა რას იზავენ დღეს ჩვენი მხედრები. ისინდი. ისინდის წესები. მოწინააღმდეგეები ერთმანეთისგან 15 მეტრით არიან დაშორებულნი. თუ მდევარი გამომწვევს შუბს მოახვედრებს, ორ ქულას მიიღებს. თუ ცხენს მოხვდება ნასროლი ერთს. თუ გამომწვევი დაიჯერს გამოტყორცნილ შუბს, მას ორი ქულა ემატება.
ჩვენი სერიალის სპონსორია ლიდერ სპორტი. მათი დახმარებით ვცდილობთ ძველი ქართული ტრადიციული თამაშობები გაგაცნოთ. ცხენბურთის თამაში ქუთაისში. მე-17 საუკუნის ჩანახატი. მამუკა ბატონიშვილი თამაშობს ცხენბურთს. მე-17 საუკუნის ჩანახატი. ეხლა მე ხელში მიჭირავს ცხენბურთის სათამაშო ბურთი, რომელიც არის რამდენიმე გონი 10 წლის. 10 წლისა ეს. ხო. ხოლო ჩვენი წინაპრები სხვა საკეთებდა. როგორი ბურთი იყო? ჩვენი წინაპრები ხოყორა ყვახს ხოლმძახებს, თუ გაგიგონიათ. ხო. აი ის იყო ზომით, იმას გახვრიტავდნენ. დიახ. ჩაჯენიდნენ შიგნით თივა. ხო. თივა ჩაჯენიდნენ. და ყვახის იყო თამაში, ჩვენი წინაპრები ამას თამაშობდნენ. ეს არის გახვრეტილი, რატო არის? გახვრეტილი, იმიტომ რომ როცა იყო ეს იქნება, მაგალითად გახვრეტილი ვიდეო, რომელიც ცხენმა რო დააბინოს თქვი, მთელი ბუთი გასკდება. და გამოვაწყობდნენ. ხო და როცა გახვრეტილია რას დეითუ და გეიბერა. ცხენბურთი. თუ შეიძლება მითხარით რა წესები აქვს ახლა აი ცხენბურთს? ხედარმა უნდა აიღოს ბურთი, დიახ. ჩოგანით, ყვანჯით, ადრე ყვანჯს ერქვა და უნდა წაიღოს მოწინააღმდეგეს კარებისკენ. მოწინააღმდეგე უნდა ეცადოს ეს ბურთი დააგდებინოს და მისმა გუნდელმა აიღოს და მოწინააღმდეგ კარებში გოლი გაიტანოს. ახლა მოდი გადავინაცვლოთ უკვე ჩვენ შუა საუკუნეებში და ვნახოთ ცხენბურთი. ნახოთ ცხენბურთი. ცხენბურთი გუნდური თამაშია და ასპარეზობაში სპეციალურად გაწვრთნილი ცხენებით მონაწილეობენ. თითოეულ გუნდში 6 მხედარია. ისინი ცდილობენ მოწინააღმდეგის კარში ბურთი გაიტანონ. მოწინააღმდეგემ ჩოგანიდან ჩოგანზე დარტყმით ბურთი უნდა წაართვას მხედარს. როდესაც მხედარს ბურთი მიაქვს, მისი თანაგუნდელები ცდილობენ ცოცხალი კედელი დაცვის მიზნით გაუკეთონ. აკრძალულია ჩოგანის ხელში ან სხეულის სხვა ადგილზე დარტყმა. ცხენის წაქცევის ან მხედრის გადმოვარდნის შემთხვევაში თამაში დროებით ჩერდება. მოწინააღმდეგეს უფლება აქვს კარისაკენ მიმავალი მხედარი შეავიწრობოს. გვერდზე ჩაუყენოს გაჭენებული ცხენი. თუმცა ასეთი რთული მანევრი ძალიან დიდ ცოდნას და ძალისხმევას მოითხოვს. აკრძალულია მოწინააღმდეგეს ცხენით წინ გადაეყო. ძალიან ემოციური დღე იყო და მართლაც დროში ვიმოგზაურე. ამასთანავე გამაოცა ადამიანებისა და ცხენების აი ასეთმა სიყვარულმა. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ამ უნიკალურ ტრადიციებს გვინარჩუნებს. ტრადიციები ხო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მაგრამ როდესაც საუბრობთ ტრადიციებზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჯირითი. გურულმა მოჯირითეებმა ხო მთელი ამერიკა გადარიეს კიდეც მე-20 საუკუნის დასაწყისში. ხო და ამიტომ ჩვენს ფილმს ჯირითით ვამთავრებ.